მოვამზადოთ ყავის ნაყინი და ამავე ყავის ბაზაზე მოვამზადოთ უგემრიელესი ცივი ყავა ბეილისით და ნაყინით. 60 გრამ ხსნად ყავას დავუმეტეთ 350 გრამი შაქარი და 240 მl ცხელი ადუღებული წყალი. გადაგვიფეთ მიქსერით და 2-3 წუთში მიიღებთ ესეთი კრემოვანი სტრუქტურის მასას. ნაწილს გადაიტანთ ჭურჭელში და შეინახავთ მასივარში ან საყინულეში ცივი ყავისთვის, ხოლო მეორე ნაწილით გავაგრძელოთ ნაყინის მომზადება. ცალკე თასში გადაგვიფეთ ცივი მაღალპროცენტიანი 500 მl ნაღები. თუ ნაღები 10 წუთში არ გამყარდა, ესე იგი აღარც გამყარდება და ტყუილად არ იწვალოთ. დავუმეტეთ 450 გრამი შესქელებული რძე. ისევ გადაგვიფეთ და შემდეგ ყავის და ნაღების მასები გააერთიანეთ. მე როგორც ყოველთვის ვერ გავთვალე თასების გაბარიტები და ერთ დიდ თასში გადავიტანე ყველაფერი. გადაურიეთ სილიკონის ჯოხით ან მიქსერით, გადაიტანეთ ნებისმიერ ჭურჭელში და გაყინეთ 2-3 საათით. ან მთელი ღამით თუ გინდათ რომ უფრო მყარი სტრუქტურის ნაყინი მიიღოთ. ახლა მოვამზადოთ ცივი ყავა. ჯიქაში ჩაყარეთ ყინულები, დავუმეტეთ თითო სუფრის კოვზი კრემივით ყავა, ასევე 30 მl ბეილისი და 220 ml რძე. კარგად აურიეთ, სულ ბოლოს დავუმეტეთ ნაყინის ბურთები და მიიღებთ გემრიელ ტკბილ ცივ ყავას. ყავის ნაყინს კი დაახეხეთ შოკოლადი და გემრიელად მიირთვით. კომენტარებში კი დამიწერეთ თუ გაინტერესებთ სხვანაირი ნაყინების რეცეპტები.